ხეხილის ბაღის გაშენების მსურველებს საუკეთესო ნერგები შეძენა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სანერგე ლაბორატორიაში შეუძლიათ. ამერიკული სტანდარტით გამოყვანილი ნამყენი ჯიშები უხვი მოსავლით, ნაყოფი საუკეთესო ხარისხითა და გარემო პირობების მიმართ გამძლეობით გამოირჩევა, რაც ფერმერებს შრომას უმარტივებს. პროდუქტიულობა კი ბევრად მაღალია. სანერგეში მსურველებს ფისტისა და ლურჯი მოცვის ნერგებიც დახვდებათ, რაც დღევანდელ კულტურებს შორის საკმაოდ მოთხოვნადია. გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. ეს საძირევი არის ვირუსისგან თავისუფალი. მას არ გააჩნია არანაირი დაავადება, არანაირი სოკოვანი დაავადება, არანაირი ვირუსი. ეს არის საწმინდარი ფერმერებისთვის ჯანსაღი და ძლიერი სოფლის მეურნეობის განვითარების. ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის მოსაყვანად სწორედ ამ ლაბორატორიაში გამოჰყავთ სუფთა და უვირუსო სანერგე მასალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნერგების ლაბორატორიას მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილზე უვირუსო ჰიბრიდული საძირე მასალის გამრავლებას, ასევე მზა ნამყენი ნერგების გამოყვანას საუკეთესო ახალი და დაცული ჯიშებით. კომპანიას აქვს ოფიციალური პარტნიორობა ამერიკის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან და ნერგების მწარმოებლებთან, მათ შორის კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრთან. გარდა ამისა, საქართველოს აგრარული გაერთიანება პარტნიორობს რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან. ჩვენს ლაბორატორიაში იწარმოება ვირუსისგან თავისუფალი სარგავი მასალა. ვირუსისგან თავისუფალი ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით სხვადასხვა მცენარეებში, თითოეულ მცენარეში შეიძლება იყოს 10-15 ვირუსი, ან უფრო მეტიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთან წარმოებულ ნერგებს აღნიშნული ვირუსები არ გააჩნია. რაც შეეხება მათ ტესტირებას, ჩვენ როგორ ვიგებთ მას? ვაგზავნით სახელმწიფო პროგრამის პარტნიორებში, ვაგზავნით საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრის ლაბორატორიაში და ასევე ვაგზავნით შეერთებულ შტატებში უკვე გადასამოწმებლად, რომ ორხრივ კვეთაში გქონდეს ჩვენ დარწმუნებული პასუხი ვირუსების რეზისტენტობაზე მცენარეების და ასევე ვირუსების ელმინაციაზე მცენარეებში. რაც შეეხება წარმოებას, წარმოებით აქ ჩვენ ვაწარმოებთ როგორც კურკოვანი ხილის საძირეებს, ასევე თესლოვანი ხილის საძირეებს. ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი სიახლე არის ის, რომ ჩვენ თებერვლის თვეში გავაფორმეთ კალიფორნიაში დევისის უნივერსიტეტთან ჩარჩო ხელშეკრულება და მემორანდუმი, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვაქვს დღის მდგომარეობით უკვე წვდომა ფსტის ჰიბრიდულ საძირეზე, ფსტის ახალ ჯიშებზე, ასევე კურკოვანი ხილის და მათ შორის რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, იქიდან დევისის უნივერსიტეტიდან გვაქვს ჩვენ უკვე წვდომა ქართული საღვინე ჯიშებზე, ყურძნის ჯიშებზე, ვირუსისგან თავისუფალ სარგავ მასალაზე. ეს საჯიშე და ნამყენი ნერგები სწორედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიაშია გამოყვანილი, რომელიც გადარგვის შემდეგ ბუნებრივ გარემოში ადაპტაციას მარტივად ახდენს, ფერმერს უმარტივებს შრომასა და აორმაგებს აგროწარმოების პროდუქტიულობას. ეს არის ატმის საძირე ნემაგვარდი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საძირეთ არის მიჩნეული. აღნიშნული საძირეები არის ჩვენს ლაბორატორიაში გამოყვანილი და ნებისმიერ დაინტერესებულთვის შეუძლია გავს ტიპის ნერგები მიიღოს ჩვენი ლაბორატორიიდან. ასევე ჩვენ ვაძლევთ მათ მცირე ზომის ნერგებს, ეს უკვე სანერგე მეურნეობებისთვის, რომელთაც შეუძლიათ შემდგომი ყნობისთვის გამოიყენოს. ასევე გვაქვს გერმანი მეორე ჯიში ატმის საძირე, რომელიც გამოიყენება ასევე ნუშის საძირეთ და საკმაოდ მაღალი გამძლეობით ხასიათდება. ასევე აქ არის ჩვენს მიერ წარმოებული და ჩვენს მიერ ნამყენი ატმის უკვე მზა ნერგები. ნერგების ლაბორატორია ამ ეტაპზე განსაკუთრებულ აქცენტს ლურჯი მოცვისა და ფისტის კულტურებზე აკეთებს. ასევე კომპანიამ უკვე დაიწყო თანამედროვე ვაზის, ხეხილის ნერგებისა და საძირეების წარმოებაც, რომლის იმპორტსაც წამყვანი მწარმოებლებისაგან ახდენს. მოცვის ეს ნერგები სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გამოყვანილი, რომელიც უხვი მსხმოიარობით გამოირჩევა და არსებულ ბუნებრივ პირობებს მარტივად ეგუება. რას ნიშნავს ვირუსისგან თავისუფალი ნერგი? ვირუსისგან თავისუფალი ნერგი არის უმაღლესი ხარისხის სარგავი მასალა, რომელსაც არ გააჩნია ვირუსები, არ გააჩნია დაავადებები, არ გააჩნია მავნებლები და გადარგვის პროცესში გადარგვის შემდგომ ბევრად ძლიერი სტარტი გააჩნია ჩვეულებრივ სხვა ყველა მცენარისაგან, მის ანალოგ მცენარისაგან, რომელიც ჩვეულებრივ წარმოებული იქნება ღია გრუნტში.
ვირუსისგან თავისუფალი ნიშნავს ასევე იმას, რომ მისი ლაბორატორიულად მისი შემოწმება ხდება მინიმუმ 8 ვირუსი ჩვენს შემთხვევაში, რაც სხვა ენერგიების შემთხვევაში, თუნდაც სხვა სანერგეებში და საქართველოს არსებულ სანერგე მეურნეობაში თითქმის არავის თითქმის კი არა და ჩვენს გარდა არც ერთ სანერგე მეურნეობას არ გააჩნია აღნიშნული კლასიფიკაციის და კატეგორიის ენერგიის წარმოება. ხარისხიანი ენერგების ხელმისაწვდომობა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, ამაზე ფერმერებიც საუბრობენ. სირთულეებთან არის დაკავშირებული უვირუსო და ახალი ჯიშების ადგილზე შეძენაც. ძველი მიდგომები კი პრაქტიკულად კომერციულად მომგებიანი აღარ არის. დღეს საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ხარისხიანი ენერგიის შეძენა. ყოველი მეორე დღესდღეობით უკვე აწარმოებს ენერგებს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ეს ენერგები არაა ხარისხიანი. ერთი პერიოდი ვცადეთ, რომ იტალიიდან შემოგვეტანა ენერგები, მაგრამ ამ საბუთომანის არც დრო და არც ნერვები არ ქონდა და ამიტომაც უფრო უმჯობესი იქნება, რომ ადგილობრივი მეურნეობა იყოს კარგად განვითარებული, რომელიც აწარმოებს ხარისხიან ლაბორატორიულად შემოწმებულ სარგავ მასალას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მსურველებს უკვე შეუძლიათ ადგილზე შეიძინონ ლურჯი მოცვის ნერგები, რაც შეეხება ფისტისა და ხეხილის ნერგებს. მიმდინარეობს წინასწარი შეკვეთების მიღება 2026 წლის შემოდგომისთვის და 2027 წლის გაზაფხულისთვის.